მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ესეთი თემით. მამაკაცის გული, მისი ფიქრები და რა ხდება მის ცხოვრებაში. ყველა ჩემ გამომწერს მივესალმები. ძველებს, ახლებს, გამოიწერეთ სტუმრებო არხი, არინანებთ. ჩემი რიტუალები და გაშლები მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის რეზონირდება. და მინდა გთხოვოთ, რომ ანგარიშზე, ტელეფონის ნომერზე არ დარიცხოთ, Paybox-იდან ირიცხება ისევ ჩემთან თანხა, რომელიც მე ტელეფონის ნომერზე არ მესაჭიროება და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენ მე მასენ ჩუქნით მაგ თანხას. მადლობთ, მაგრამ სანთლებს მასე ვერ ვიყიდი. გამგები გაიგებს, არ დაგეზაროთ და გადმორიცხეთ საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერზე. უბრალოდ ეგ გამოსასყიდად, არ ჩაგეთვლებათ. დავიწყოთ, ჩაიფიქრეთ თქვენი მამაკაცი. აბა, რა ხდება, რა ენერგიებშია? თვითონ ამოვიდა. როგორ გითხრათ ახლა? გაჩერებულია რაღაცა საქმეებს აგვარებს, სხვათა შორის მიაღწია რაღაც წინსვლებს თავის ცხოვრებაში, რაც ჩაფიქრებული ქონდა, ნამდვილად ბიზნესზეა გადართული მეგობრებო, ნამდვილად. ასევე შეიძლება ცოლიანია და შვილებიც ყავს, იცით? თვით ახლა იმ პიროვნებაზე ვსაუბრობთ, ხო, თქვენზე არაჯერ. მერე აგვარებს რაღაცა შეიძლება დიპლომატიურ საქმეებს, შეიძლება ადვოკატურს ფურცლებს, რაც შეეხება, შეიძლება სავიზო სისტემაში აგვარებს თავის პრობლემებს. მოკლედ ხალხშია, მუშაობს და არის განცხრომაში, თავი აქვს, ესე იგი, აფეთქებული, ასე რომ ვთქვათ, მედალიც კი მიიღო, ისეთი კარგად წაუვიდა საქმე, რაღაცა სწრაფად შეიცვალა სიტუაცია მის ცხოვრებაში, მისი ჩანაფიქრი, ასე ვთქვათ, აისრულა, მიხვდით? სხვათა შორის არ არის ცუდი ადამიანი, მაგრამ ზედმეტად ემოციურია, სენსიტიური ადამიანი ჩანს. იცით რა არის, ბევრმა უღალატა, ასევე მოდი ჯერ ოჯახის მამაკაცს აღწერ, რომელმაც, ესე იგი, ოჯახშიც კი უღალატეს და არ არის კმაყოფილი, მაგრამ თითქოს უნდა დანგრეულიყო მისი ოჯახი, მაგრამ შენარჩუნდა მეგობრების და დედა ფუნქციონირებს აქ, ან ქალია ესე სისხლით ნათესავის დარიგებით, რომ როგორმე შეენარჩუნებინა ჩვილების გულისთვის ეს ოჯახი, მაგრამ ამას მე ოჯახს არ დავარქვევ, იმიტომ რომ უფრო შორს იმყოფება, შეიძლება ოჯახში არის, მაგრამ მაინც სიშორეა, მიხვდით, ცოლ-ქმარს შორის, ესეთი სიტუაცია აქვს. ეხლა ვინც არ არის დაქორწინებული და ვისთანაც, ესე იგი, ან სიშორე გაქვთ რაღაცა პრობლემების გამო, ხო, ეს თქვენი მამაკაცი მაინც შრომობს, მაინც რაღაცეებს აკეთებს, ანუ თუ არ აკეთებდა, დაიწყო ახალი ნაბიჯები გადადგა და ისევ ვიღაცის შეიძლება სხვა ოჯახშია, შეიძლება ახლობლებშია, მეგობრებშია, ხალხშია, მიხვდით, ხალხშია. ხო, აქ იცით რა არის, პარტნიორული თემაა მოდის, შეიძლება რაღაცა ფლირტების დონეზე ქონდა, მაგრამ აქ მე ჯერ ვერ ვხედავ ისეთ კავშირს, რომ მაინც და მაინც რაღაცა ინტიმური მსვლელობა ქონოდა, არა. ხალხს უგვარებს საქმეს, ან ხალხში აგვარებს თავის საქმეს, აი ესე ამოდის მეგობრებო. ამოვიდა კიდე მამაკაცი, აქაც კვერთხების რაინდი ამოვიდა, აქ ამოვიდა ცოტა წლოვანებით მცირე პატარა ადამიანი, ესე 30 წლამდე ალბათ.
16-დან ვიძახი, 16-დან მაქსიმუმ 30-32, მეტი არა. და ესეც როგორ არის, იცით, მზად არის, რომ ახალი ნაბიჯები გადადგას ცხოვრებაში, რა ენერგიებშია, თავს უნდა მიხედოს, აი ბიზნესი, აქაც სამსახური, აქაც კარიერა, მიხვდით, უკვე რაღაცა ნაბიჯებს მიაღწია და ეხლა კიდე ფიქრობს, რომ ვისთან შევიდე პოლემიკაში, ვისთან დავმეგობრდე, ვისგან რა გავაკეთო, მიხვდით, აი ეს სიტუაციები აქვს. კარგით. აბა ეხლა რას ფიქრობს თქვენზე, როცა ეფიქრება, ხო? ჩაიფიქრეთ მამაკაცი. მე ხა 5 წელი და 2 წელი დაშორებული როა, მე იმას არ განვიხილავ, მიხვდით ხო თემას? ეგ უკვე სიახლოვე აღარ არის გოგოებო. გასაგებია, თქვენზე რას ფიქრობს? რომ შეხვედრა უნდა, რომ კარგი იყო თუ აი სიშორე გაქვთ, ხო? მოდი ჯერ ამას ახსნი, რომ ენატრება თქვენთან თუნდაც ვახშმობა, თუნდაც კაფეში წასვლა, თუნდაც გასეირნება, ნებისმიერი თემა აბსოლუტურად. კი, რომ აი ყველა თქვენ მისიც მაკაციც იყავით, მისი მეგობარიც იყავით და ასევე საყვარელი და უსაყვარლესი და თბილი ადამიანი იყავით. ანუ მისი გული და სული იყავით, მისი მეორე ნახევარი, ერთი სულის ადამიანი, მიხვდით? ენატრება და ვისთანაც გაქვთ ურთიერთობა, კიდე იგივეს ფიქრობს, რომ აი კიდე განმეორდეს შეხვედრა და კიდე სწრაფად მიეცეს მსვლელობა. მაგრამ აქ უყურეთ რაღაცა ჩონჩხები იმალება აქ რაღაცა მასში ზარდახშაში, ასე დავარქვათ, ხო? რაღაცას აყოვნებს, რაღაცა არ გეუბნებათ, რაღაცის პატარა შიში აქვს სხვათა შორის თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ კი თითქოს მიღწეულია ყველაფერი, ძალიან თბილი, ძალიან კარგი, მოსიყვარული ადამიანია, ამას ფიქრობს, თქვენზეც ფიქრობს, რომ თქვენც უკვე აი ორივეს ქუდი გახურიათ, ხო, შლაპა თავზე, ორივეს თავი ქუდში გაქვთ უკვე, მაგრამ მაინც სიშორეა ცოტა არ იყოს თქვენ შორის, რაღაცა აფრკოლებს, რაღაცა არადა აი ეს გასუფთავებულია ეს ატმოსფერო, მიხვდით და მზად არის, აი პატარა ნაბიჯები აკლია, კიდე რომ გაიმეოროს შეხვედრა. და რას ფიქრობს, იცით თქვენზე, რომ ესე იგი თქვენც მიღწეული ადამიანი ხართ, ან თქვენით მიაღწია, თქვენც დაეხმარეთ, მიხვდით და პატარა აფრკოლებს ის, რომ აი შიში როგორ ეხლა მგელისავით რო ეშინია ადამიანის მგელს, ესე კი არა, რაღაცა აყონებს, რომ ან თქვენამდე ვერ მოდის, ან თქვენ სტატუსში ვერ ჯდება, ან ცოტა აი კიდე დაგეწიოთ და მერე შემოვიდეს, ხო ხდებით? აი ამას ფიქრობს. ხო, კიდე რას ფიქრობს თქვენზე? აქ მეუნებიან, რომ დაშორებაა რამოდენიმე პროცენტში მეგობრებო და კი იყო კავშირი, იყო მას მერე ტელეფონით საუბარი, იყო კი კომუნიკაცია, მაგრამ რა არის, იცით, იძულებით წამოსვლა იყო. აქ მეუნებიან, რომ რამოდენიმე პროცენტში სერიოზული ჩხუბიც იყო, ისევ მაგიიდან გამომდინარე, მაგია იყო აქ, მაგია იყო ჩარეული, კი, აქ უფრო ვერბალური, მენტალური, მიხვდით, აი ჰაერიდან იყო აქ რაღაცა ტვინზე იყო მოქმედება და ისეთი ის დააფარეს თავზე, რომ დახურეს მისი გონება, მიხვდით და ეხა ნელ-ნელა ცდილობს თვითონაც, რომ გამოვიდეს, რა თქმა უნდა, ენატრება ის ნაბიჯები, სადაც თქვენთან ცხოვრობდა, ან თქვენ ცხოვრობდით მასთან, მიხვდით და რაღაცა აფრკოლებს სიტუაცია ჯერ კიდევ არ აქვს თავი განთავისუფლებული იმით ისე რომ მოვიდეს სახლამდე, მიხვდით, აი ეს მოიპარეს თქვენი ურთიერთობა, აი ზუსტად კრატნიკებია ურთიერთობაში, კი, გასაწმენდია. აქ კიდე რას ფიქრობს თქვენზე და რომ თქვენც ხართ აი ხალხში ტრიალებთ, რომ ეჭვიანობს, იცით, ნეტა რა სიტუაციაშია, ვისთანაც კავშირი არა გაქვთ, ვისაც
კავშირი აღარა გაქვთ ცოტა რაღაცა პერიოდი, რა სიტუაციაშია, რა ხალხში ტრიალებს, აინტერესებს და სხვათა შორის გეძებთ, აი ხალხში გეძებთ, ბევრჯერ მიგამსგავსat სილუეტით, თქვენი ფიზიკურობა, თქვენი თითქოს იქ იყავით, აი მენტალურად, ტელეპათიურად არის ფიქრები, ესე ჯდება რომ თითქოს ერთდროულად ფიქრობთ, მიხვდით და აქეთ ელოდება რომ თქვენ იყავით კავშირზე გასული კი, მაგრამ იყო საუბარი აქაც, მაგრამ კიდე ელოდება რომ ესე იგი თქვენ სადახართ გეძებთ, მიიღებთ და მოვიდეს და შეგეხმიანოთ, აი ესეთ რაღაცებს ფიქრობს, გასაგებია. აბა მის გულში რა არის, აბა ჩაიფიქრეთ მამაკაცი მის გულში თქვენზე. ნუ ისევ თქვენ ამოდიხართ, ისევ აი ბალანსი ჭირდება, იცით, ბალანსი ჭირდება. კი, 6-იანი კვერთხები ეს უკვე კარგია, რომ გადმოდგავს ნაბიჯს, ვისთანაც არ არის ეს შეხვედრა ჯერ ან მზადებაშია, მიხვდით? აი მოიმზადა ნიჩბები, უნდა რომ გადმოდგას და დასრულდეს, აი ბოლო კულმინაციაში მიიყვანოს, იცით, მის გულში ეს არის, რომ შეხვედრა უნდა კატასტროფულად განიცდის უთქვენობას, ძალიან განიცდის და იცით რა არის მასშტაბური გარე სიტუაციები უშლის ხელს, რომ გამოვიდეს კავშირზე და სხვათა შორის ან ჰაერის ნიშანია, ან მიწის, ან ხო ესე უფრო ჰაერს, იცით რა არის, აი თვითონვე დღეში 9 პარასკევი აქვს, აი დააპირებს რომ შეგხვდეთ ან დაგირეკოთ ან მოგწეროთ, ისევ თვითონ ინეგატივებს თავს, ისევ თვითონ იკეტავს თავს, მიხვდით? თვითონ იკეტავს თავს, რაღაცა ან წამოვიდა, უნდა მოვიდეს შესახვედრად, ხალხმა შეუშალა, გარე ფაქტორები უშლიან ხელს, აი მის გულში რა არის, რომ მოვიდეს. რა თქმა უნდა რომ ისევ ბალანსში მოიყვანოს, აი დაბალანსდეს თქვენი სიტუაცია, მიხვდით? აი წყალი და მიწა ერთდება ერთმანეთთან, მაგრამ პატარა რაღაცა უშლის ხელს, მაგრამ აქ თქვენ დაუჯექით გულში, მის ფიქრებშიც თქვენ ხართ და მის გულშიც, მიხვდით? აბა კიდე ამოყარო ეს გული და გადავიდეთ ლარნაკზე. აბა ბიჭო, შენი გული. კი, არის მცდელობა, ესე იგი 9-იან კვერთხების ქვემოთ დაჯდა ტუზი კვერთხები, არის ნაბიჯები, ურთიერთობის გამოჯამრთელება, არის შეხვედრა, აქაც 7-იანი კვერთხები, უკვე კვერთხებში გადავიდა ხმლები, მომეწონა ძალიან, სულიერი ბალანსი ამოდის, აი აგვარებს სიტუაციებს, საქმეებს, ასევე ვისაც ოჯახი ყავს და ცოლ-შვილი ყავს, აგვარებს სიტუაციებს, იცით, რომ ცარიელ იმაში ემოციებში და ცარიელ სახლში არ შეგიყვანოთ, მიხვდით ხო? აქეთაც უკვე რა არის, აგერ შეხვედრა გაქვთ გენაცვალე და გადადის იმ ტუნელში, ანუ შემოდის და გამოდის, აი ამ 10-იანი ხმლებიდან გამოდის და მწვანე მდელოზე ხდება თქვენი შეხვედრა, ძალიან აი 10-იანი, 1-იანი, ისევ ერთი დასაწყისი, აბა მისი ნაბიჯები თავის თავში, აი რაღაც ფოტო, სურათებს, რაღაც იდეებს ხატავს თქვენზე, მიხვდით? 9-იანი ხმლები. ხო გითხარით, ავადარის ეჭვიანია, აი თვითონ დაჯდა. ისევ თვითონ ინეგატივებს თავს და ისევ თვითონ რა ეს კი არის გარეშე ფაქტორებიც უშლის ხელს, მაგრამ ისევ თვითონ ინეგატივებს თავს, იცით? თქვენ დაჯექით როგორც ხმლების დედოფალი, ასევე წონით, სასწორით დაჯდა აქ, ან ორივე ჰაერის ნიშანი ხართ, არც ამას არ გამოვრიცხავ, იცით და როგორ მოგიდგეთ, ან მიიღებთ ისევ, აი ამას ფიქრობს, მისი ნაბიჯები ეს არის, რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა, აი ორივე შორის დგას 9-იანი ხმლები, შეიძლება აუცილებლად ვიტყვი, რომ ორივეს ჰქონდათ, ორივე ჩაგკეტეს აი ამ სიტუაციაში და ეს უსიამოვნება იყო წყევლები, იყო ცუდი საუბრები თქვენს შორის, თქვენს ურთიერთობას შორის და
დაკავშირებული და აი ეს აბრკოლებს ჯერჯერობით. ნუ კარგით, აბა გადავიდეთ ახლა ყავის ლარნაკზე, როგორ განვითარდება სიტუაცია, ხო? აქ თითქმის ახლა ისეთი ფაქტორები აღარ ამოდის და აღარ უშლის ხელს, როგორც ნეგატივებს თავს, მიხვდით? გადავიდეთ აბა და დავიწყოთ მეგობრებო. აქ არის კი აი შეწყვეტილი წარსულში, შეწყვეტილი გზა, ცრემლი, ორივე მანაციტირა რო იცოდეთ, კი ვ ესეთი აი წიჭკაცავით თითქოს ვიღაცამ აღნიშნა გააკეთა თქვენზე ენა ვისებნევა აქ ვისა აქ ეს ნერვული სტრესები ნერვული ენა გებნევათ ვიღაცას ნერვებისგან აქ თვითონ ამოვიდა უყურეთ თვითონ დაჯდა აი თვითონ პიროვნება დაჯდა გითხარით გიყურებს გათვალიერებთ აი ასე პირდაპირ ვიტყვი რომ თითქოს ელანდებითო აი სხვას დაინახავს და თქვენ მიგამსგავსებთ მიხვდით ხო აი გედი ამოვიდა ნასო ამოვიდა ზასო ამოვიდა რომელთ შორისაც ესე იგი იყო განხეთქილება ცასო ამოვიდა ტასო ამოვიდა შეიძლება ეს მამაკაცის სახელიცაა და ქალის სახელით შეიძლება აქ ახლა აი ესე ლათინურად დაჯდა ტესებური შეიძლება ტამარა ტინტინიკო მიხვდით ხო იყო აქ ჩაკეტილობა ქონდათ ზუსტად იგივე ამოვიდა რომ ქონდათ შეხვედრები მეგობრებო აქ ამოვიდა დიდი დემონი რომელიც თქვენს ურთიერთობას არის გადაფარებული ზუსტად მყარაული ყავთ აი დარაჯი ყავთ დაყენებული ეს უნდა აქ არის გაკეთებული ვხედავ მე გამოწევა მამაკაცის შეიძლება ჩემი რიტუალებიდან აი ამ გამოწევამ გიშველათ იცით აი თითქოს ოჯახი ინგრევა მაგრამ აი მაინც გული ციმციმებს და მისი ფიქრებიდანაც სხვათა შორის თვითონაც არ იცის რატო ელოდება და რატო უხარია თქვენთან შეხვედრა არადა ეს რაღაცა კაზიონის სახლს ეხება ან სასამართლოს ეხება ან რაღაცა ბავშვებზე მოგვარებას ან თქვენი განქორწინებას ეხება მიხვდით აქ აი ხალხია ჩარეული მაგრამ თითქოს ამ ადამიანს არ უხარია ეს სიტუაცია კი და თითქოს კიდევ თან უნდა რომ სისრულეში მოიყვანოს თან არ უნდა თან უნდა რომ რაღაცა სხვა რაღაცაში გადაიზარდოს ურთიერთობა და გადაიზარდება კი გადავა ეს თქვენი ურთიერთობა ნელ-ნელა წინ წავა ნელ-ნელა შეიძლება ისეთი აღფრთოვანებით აღარ დაждდეს მაგრამ ძალიან დიდი ხე ამოვიდა ეს არის თქვენი ძირი წინაპრები სისხლი ხორცი ძირი და დახუნძლული აი აქ საჩუქრებს გაძლევთ სამყარო მეგობრებო საჩუქრებს გაძლევთ სამყარო ეს არის რა არის ხე ხო ჯამრთელი ურთიერთობა გამოჯამრთელება ურთიერთობის ასევე ამოდის დიდი არწივი სიძლიერე ძლიერი მამაკაცია მინდა გითხრათ მაგრამ ძალიან ბევრ საქმეს ძალიან ბევრ და ისეთ საქმესაც ეხება რაც უშლის ხელს თქვენთან ურთიერთობაში ის დრო რომ შეიძლება რომ თქვენთან ყოფნაში გამოიყენოს სხვა ხალხთან ესე იგი ხარჯავს აი ამ დროს მიხვდით ხო იქნება შეხვედრა იქნება აუცილებლად ტელეფონიც ამოდის SMS ინტერნეტი კავშირი იქნება ჰაერიდან მოდის ჰაერიდან და დამიწებაც ხდება ურთიერთობის გულში ჩემოკარგებო რას ფიქრობს და აქაც ცრემლი დაჯდა ძალიან ესე იგი ცუდი გული არა აქვს მაგრამ როგორ იცით აი ნერვიულობს იცით რა არის 4 ფეხზე დგას და ზემოდან აზის გეუნები უსასრულო რვიანი სიყვარული გული ესე იგი ვიღაცას ეს პიროვნება აქვს ყავს წახრილი მოხრილი თითქოს ეს არ უნდა თვითონ მაგრამ ათრევს აი ამ ბარგს ასე ვთქვათ დავარქვათ ხო ზოგს ოჯახი ყავს მაგრამ ვაიმ ოჯახს ხო ზოგს კიდე შვილები ყავს მარტო წარსული ოჯახიდან და აი თქვენც კი
უზიხართ, კი, მაგრამ აი ამბობს რომ მოდი ამას ორივე ერთად ვერ გავწუდები, მიხვდით და საათი ამოვიდა, დიდი კედლის საათი, დროს ინიშნავს, გეუბნებით რომ უნდა რომ გამოვიდეს ურთიერთობაში. იცით რა არის, გიყურებთ, გათვალიერებთ ძალიან ენატრებით. ამბებს გებულობს თქვენგან, აქ საერთო ახლობლებიც დამიჯდა მეგობრებო, კი. ნუ თვითონ რა ენერგიებშია, ისევ ოჯახი დაჯდა, ისევ ხალხი დაჯდა, ისევ მოძრაობაშია, კი. აქ რაღაცა სახლის ბინის საკითხებს აგვარებს, შეიძლება თავის საკითხებს, შეიძლება სხვა ხალხის საკითხებს, არც ამას არ გამოვრიცხავ. აქ ძმაკაცი ან საერთო მეგობარი, ანუ შეიძლება ნაცნობია, ნათესავია, მაგრამ ეძმაკაცება აი ეგ პიროვნებასთან ქონდა და აქვს საუბარი თქვენზე, რომელიც თქვენს გიცნობთ, მიხვდით და ორი დაჯდა. ერთი მამაკაცი ნორმალურად საუბრობს თქვენ ურთიერთობაზე, მაგრამ მეორე მამაკაცი, როგორ იცი, თითქოს როგორ არის, იცი ის მან გაგაცნოთ და მერე ეჭვიანობის ნიადანგზე მანაც აი მაგ ფაქტორმა შეუწყო ხელი რომ დაინგრეს ურთიერთობა, იცით? განულება მოდის, ესი ასო მოდის, მაგიაში ესი და ვ და ტე არის ეს ჩარევა, ხელოვნური ჩარევა, იცით? ობობის ქსელშია გახვეული, ძალიან დიდ სტრესში იმყოფება, ძალიან დიდ სტრესში იმყოფება. აქ მანქანას მიჩვენებენ, როგორ იცით, შეიძლება ან ბორბლებზე რაც დადის, შეიძლება თავისი არა, შეიძლება თავისი მანქანა აი დაჯდება და დადის აქეთ იქით უაზროდ, ისეთ ქსელშია, ობობის ქსელშია გახვეული, გაკეთებული, ესე იგი სიტყვა მათქმევინა თვითონ. ესე იგი ობობის ქსელის ჯადოცა აქვს პორჩა გაკეთებული. კი, ძალიან დიდი წარმატებები იქნება. ხე ნაბიჯი გადმოიდგმევა თქვენზე, აი ესეთი რუნისებური რუნა ამოვიდა, რომელიც ესე იგი აფრკოლებს ამ ყველაფერს, ნუ გველი დედას მეუბნებიან, რა ვქნა, დედა უზის სახში გველია ესე. კობრა, რომელსაც თქვენ არ ვიცი, თქვენ არა გაქვთ შელაპარაკება მოსული, მაგრამ თქვენ გონიათ რომ არაფერი დაგიშავებიათ ამ ქალზე, მაგრამ ამ ქალმა გამოიყენა თქვენი აი ეს ყველაფერი და ჩაგკეტათ მინდა გითხრათ. ნუ ამ ქალმა უკვე ბუმერანგი მიიღო, მაგრამ უკაცრავად ნეგატივი რო ამოდის. ხო, ბევრი სელაპებია, ბევრი ცრემლები, ბევრი ესე იგი მის თავს რა ხდება, ხო? არ მოსწონს ის სიტუაცია, ეხლა სადაც იმყოფება, ვისთანაც იმყოფება და როგორც იმყოფება. აქ შეიძლება აქ ოჯახი დაჯდა ისევ, არ ვიცი, და არის ალბათ, რომელიც ესე იგი ტვინს ურევს ამ ადამიანს. კი, აქ იყო მგზავრობაც ბევრთან, ბევრ პროცენტთან უკან დაბრუნება, ბევრს შეიძლება ელაპარაკებიან რომ აი გზა გადაკვეთოს, საზღვრის გზა, ესეც ამოდის შემოკარგებო, თანხებთან დაკავშირებული რაღაცა მოგვარების სისტემა ამოსდის. იცით რა არის, ვიღაცას აქვს ძალიან ბრძენი გონია თავი, მაგრამ იმ ხელა გადაიქცა კატად, რომ აი რა ვიცი მე და გვერდზე არ აყავს ის ადამიანი, რომელიც სწორ ინფორმაციას აძლევს თქვენზე ყველანაირად უშლის ვითომ თეთრი გულით, მაგრამ აი ძალიან უშლის ხელს ჩემო კარგებო. მოკლედ აქ ბულავკა დაფიქსირდა, ბულავკის მაგიაც არის, ჩაკეტვა არის გენაცვალე, ჩაკეტვა გაქვთ. მინდა გითხრათ რომ სამი მთვარეს მეუნებიან, სამი ფაზა. აქ არის ბევრი ვარიანტი გამორიცხულია, არის კი რომ შეხვდეთ ერთმანეთს, არის, მაგრამ აი ნელ-ნელა, იმიტომ რომ 2-4-იანი, 3-4-იანი უსასრულო რვიანში ხართ გაყვანილი, უფრო ეს პიროვნებაა ჩაკეტილი თქვენთან. ვიღაცას ძალიან არ უნდა რომ მოვიდეს თქვენამდე, დამიჯერეთ, მაგრამ აქ იქნება სამი შეხვედრა იქნება, ანუ სამ წყვილთან იქნება სამი წყვილის შეხვედრა დაფიქსირდა. ოხოხო
ნახეთ რა სასწაულები ამოვიდა. აქაც ხე არის, მეგობრებო, აქაც ხე არის. იქნება წარმატება, იქნება შეხვედრა, ესე იგი დაფიქსირდა 6-იანი, რა თქმა უნდა, გზა, უყურეთ, რომაული 5 და პალაჩკა, ჯოხი, ესე იგი 6-იანი, 6 დროში, 6 რიცხვში, 6 დღეში, 6 კვირაში იქნება მოგვარდება სიტუაცია. თან ძალიან არის უკვე ჩაბღაუჭებული ეს ხე, გადმოსულია, ნახეთ, გადმოსულია აქ. იქნება თქვენ ეზოშიც მოვა, გენაცვალეთ გაზაფხული და შეხვდებით ერთმანეთს. კი, დროშა უჭირავს ხელში ერი რ-ასო ამოდის. ნუ რა მინდა გითხრათ, დიდი ხეა, აი აქ თვითონ არის, თვითონ უყურეთ, აი აქ თვითონ არის მამაკაცი, მაგრამ ისევ რვიანში, ესე იგი უსასრულოდ გეძებთ, უსასრულოდ ფიქრობს თქვენზე, არ ავიწყდებით, ასევე ენატრება თქვენთან ურთიერთობა, ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ. იქნება შეხვედრა, იქნება გასეირნება, იქნება გასვლა, აქ თვითფრინავიც ამოდის, გენაცვალე მატარებელი ჩქარი, ჩქაროსნული, დაჩქარდება ყველაფერი და წინწავა, მოკლედ წინწავა ძალიან დიდ ნახტომს აკეთებს, ძალიან დიდ ნახტომს აკეთებს. ძალიან დიდ ნახტომს აკეთებს. კიბორჩხალა, ხო, აი ხო გითხარით არა, გულში ამოვიდა კიბორჩხალა, თევზი, ლაპარაკი იქნება თქვენზე აქ საუბარი, თქვენზე რომ ენატრებით, რომ ისევ ნუ აქ ურთიერთობა დაფიქსირდა, ლოგინი დაფიქსირდა და სიყვარული დაფიქსირდა. აი ასე ჩემო მეგობრებო, ბოლო სამ ტაროს ამოვყრი, რო არ ფიქრობთ რომ არ ენატრებით, დავაზუსტოთ თქვენი მამაკაცი. ბოლო სამყაროსგან. აი მეც სამი, კარგი, რახან სამი ვთქვი, სამს ამოვიღებ, აი კარგია, ძალიან გამეხარდა მატარებელი, გენაცვალე ყავაშიც ამოვიდა ფინჯანზე. ჩქარი შეხვედრა იქნება, გადაადგილება, მოძრაობა, რასაც ეხება, რაც ბორბლებზე დადის, ძალიან გამეხარდა უსწრაფესად, უსასრულოდ ისევ შეხვედრა გექნებათ. ვიმეორებ, ვისაც ესე იგი 1 წელზე მეტი ხართ დაშორებულები, ნაკლებად რო ეს მოხდეს, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა იშვიათად ხდება, იმიტომ რომ წელიწადი 8 თვე არის კულმინაცია, აქაც რვიანი დაფიქსირდა მატარებელთან, რომ ესე იგი ენერგეტიკები ჯერ კიდე ახლოსაა და მერე უკვე სამყარო გაშორებთ ფიზიკურად, მიხვდით? წყდება ურთიერთობა, მენტალური, ტელეპათიური, წყდება, ესეთი კანონებია სამყაროში, ეს ჩვენ არ ვიგონებთ მაგიის წარმომადგენლები. იქნება შეხვედრა, რა თქმა უნდა, სწრაფი შეხვედრა მოხდება, იქნება გასეირნება, იგივე საზღვარგარეთ, ვინც ემიგრანტები ხართ და შეიძლება ერთ ქვეყანაში, მაგრამ სხვადასხვა ქალაქებში ხართ და რა თქმა უნდა ისევ თქვენ კრეატიული, მისთვის ხართ ძალიან ჭკვიანი და უგებთ ერთმანეთს, აი ეს მოსწონს მასთან, მიხვდით? აი ესე მინდა დაგემშვიდობოთ, თქვენთან იყო ნინია, მოიწონეთ ვიდეო და მომავალ შეხვედრამდე.